მოგესალმებით, მეგობრებო, ამ ვიდეოში გაჩვენებთ თუ რა ეტევა ჩემ კამერის ჩანთაში. ეს არის KF Concept-ის ბრენდის კამერა, საკმაოდ ხარისხიანია. აქვს ძალიან ბევრი განყოფილება, რომ თქვენი ტექნიკა ჩაალაგოთ. ზედა მხარეს შეგიძლიათ ტანსაცმელით მოათავსოთ, ან თუნდაც ტექნიკა. ხოლო უკანა მხარეს გვაქვს ესეთი ვარიანტი, ნახეთ. განყოფილებები აქვს, ეტევა დრონიც. კამერაც, ლინზაც, სხვა აქსესუარები, აქ ელემენტების ჩალაგება შეგიძლიათ ან მეხსიერების ბარათებით და პლუს წინა მხარეს აქვს ლეპტოპის ჩასაწყობი. რა ხდება ახლა? პირველ რიგში, როდესაც გადაღება მაქვს ხოლმე, აქ უნდა მოვათავსო კამერა და ლინზა, რომელიც უფრო მისაღებია კონკრეტული გადაღებისთვის. რაც შეეხება კამერას, მაქვს FX3, რომელიცაც ახლა ვიდეოს ვიღებ, სამწუხაროდ ვერ მოხსნი, იმიტომ რომ მე ვიდეოს ვეღარ გავაგზავნებ. ამიტომ ტელეფონით ავიღებ რაღაც კადრს, რომ ეგეც გაჩვენოთ მაინც. კამერაზე ახლა დამაგრებული მაქვს 28-75 თამრონის ლინზა, არის იდეალური 2.8 დიაფრაგმით. გარდა ამ ლინზისა მაქვს აი ესეთი G-Master-ის 16-35 ფართოკადებისთვის ვიყენებ ამ ლინზას, იდეალური ვარიანტია, თავისი VND ფილტრით, რომელიც ასევე არის KF ბრენდის. ეს არის Nano X Wearable VND ფილტრი. საკმაოდ ძვირი ღირს, თუმცა ამ ფილტრში მე გადავიხადე სადღაც 60 ლარი თუ 70 ლარი, მაგრამ $119 ღირს. რა თქმა უნდა, ორიგინალია, უბრალოდ გამოვიწერე Alibaba-დან. შემიძლია ინკიც ჩაგიგდოთ თუ იმეს კიდევ. აი ამ ლინზას აქ ჩავაკვეხებ ხოლმე, თუ მჭირდება, რა თქმა უნდა. ამის შემდეგ უკვე გვაქვს დრონი. ვიყენებ DJI Air-3-ს. იდეალური დრონია, რა თქმა უნდა. ვინც იცით ამის გამოსახულება და ხარისხი გეცოდინებათ. საკმაოდ კარგია, უბრალოდ ამის მინუსი არის ის, რომ უცხო ქვეყნებში 259 გრამიანი აღარ არის და ასე ვთქვათ, აფრენა არ შეგიძლიათ. თუმცა რა ვიცი, შეგიძლიათ. არავინ არ გამოგეკიდებათ, ჩემი აზრით, თუ თვითონ პოლიციამ არ დაგინახათ. დრონი აქ გვაქვს ასევე პულტი. ეს თავისი პულტია, ეკრანიანი პულტი, საკიდი. ამასაც აქ ჩავდებ ხოლმე. აი აქ კი მესამეში ეტევა FX3 ცალკე და ლინზა თამრონის სტანდარტულად. პატარა ადგილები მჩება, სადაც უკვე DJI Mic 2-ს მოვათავსებ, თავისი ჩანთით, რა თქმა უნდა. ზედა მხარეს კი ლეპტოპი MacBook Pro. ამის გარდა ასევე აუცილებლად ჩავდებ ხოლმე ამ case, ეს არის Lexaris case, რომელშიც შეგიძლიათ ელემენტების და მეხსიერების ბარათების ჩადება. ეს ასე. და ძალიან ისეთ მომენტში, სადაც დაბალი განათებაა, მართალია ეს პატარაა, მაგრამ აკეთებს თავის საქმეს, შემიძლია ესეც სადღაც აქ ჩავაკვეხო და ჩავდო. ხო. დრონის ჩანთის ტარება ესე მეზარება ხოლმე, ამიტომ ყველაფერი აქ ეტევა და ყველაფერს აქ ერთად ვდებ. სულ ეს იყო წესით? კი, აქ უკვე აღარაფერი არ მაქვს, ხურსისმენებია ჩადებული. ესენიც არიელია, იმიტომ რომ ელემენტებს და სხვა ეს პატარა აქსესუარებს უკვე ამ case-ში ვდებ და აღარ მჭირდება, ესე ვთქვათ, ადგილის დაკავება. გარდა ამისა, ხანდახან ფილტრები მაქვს, ეს არის cinematic ფილტრებია, რამოდენიმე Newer's ბრენდის Black Diffusion ფილტრია და კიდევ KF-ის მაქვს მსგავსი ძალიან კარგი ფილტრებია, ესენი საოცარ ეფექტს აძლევს ვიდეოს. თუ cinematic-ური კადრები გიყვართ, ეს ფილტრები ნამდვილად იდეალური იქნება თქვენთვის. მონიტორიდან მოვიწყდა, ესეთი case-ი მაქვს მონიტორისთვის, Ninja Atomos-ი მაქვს, ეხლა წინ მიდევს მონიტორი, სამწუხაროდ მაგასაც მოდი გაჩვენეთ, აი ესე გამოიყურება. ესეთია ჩვენი მონიტორი. HDMI კაბელით მაქვს შეერთებული, რომ აქ ვუყურო რას ვაკეთებ. და ნუ მაგასაც აქ სადღაც ჩავაკვეხებ ხოლმე. შემდეგ ლეპტოპიც
кейსის გარეშე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თავისი ხიბლი აქვს ამას რა უნდა მოუვიდეს. ესე. აგერ ესე FX-ამით ჩაეტევა და სულ ეგარი რა. კამერა გადაღებისთვის, ჩანთა გადაღებისთვის რაღაც ზადა. აი აქაც ძალიან დიდი ადგილი გვაქვს. და რა ვიცი, ბევრი რაღაცის ჩადება შეიძლება ამაში. იდეალურია. ესეც ასე, ამას შევკრავთ, რომ არ გაგვეხსნას შუა გადაღებაში. სირბილის დროს, როცა კადრის დაჭერა გინდა. ამ ჩანთას ასევე დასამაგრებელი აქ შეგიძლიათ დაკეცილი შტატივის დამაგრება. იდეალური ვარიანტია და აქ მაქვს ხოლმე სტაბილიზატორი ჩატენილი, იმიტომ რომ ესე სტაბილიზატორის თრევა მეზარება. ამ შტატივს მოხსნი ხოლმე. ესე დავამაგრებ და იჭერს რა, კარგად იჭერს. მოკლედ ეს იყო ჩემი ვიდეო, რაც უკავშირდებოდა იმას თუ რა დევს ჩემი კამერის ჩანთაში, ესე ვთქვათ, ჩემ ჩანთაში. და თუ მიყურეთ და მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად მოიწონეთ და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს. დროებით. იმედია ვიწერდი.